გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. დავიწყოთ არა, ისევ და ისევ კეცავთ, ვერ დავკეცეთ და მოგვიწევს ალბათ 1-2 საათი. ეხლა მიმყოფები მინესოტას შტატში, გადავდივარ ნორთ-დაკოტაში და მოგვიწევს ამ სტეპებში და ტრამალებში სიარული. ერთი ის არის, რომ სიგრილია და გარეთ რო გავდივარ, არ ახარ შეწუხებული ამ სიცხისგან და კარგია, კარგი, მაინც ჩtildeოეთია. როგორც ყოველდღე დავიწყოთ თემა, ისეთი თემა, თქვენ მე ხშირად მაქვს, თქვენთვის ნათქვა მეგობრებო, რომ მე თემებს ვიღებ თქვენგან, სამწუხაროდ ისეთი შემთხვევა რა ეხლა ესე ცხოვრება ეხლა ამას ვერ დაემალები. ერთი ქალბატონი დამიკავშირდა და წინა ვიდეოზე რაღაცა თქვი, არ ესიამონა ცისფერებზე რაღაცებზე და სულ უსინდისო და მაიმუნი და მამაძაღლი მეძახა რა. მეოთხარი ქალბატონო დაწყნარდი დამში, აი ფოთავდა იყო ერთ ამბებში. ქალბატონო იქნებ მომისმინოთ რაღაცნაირად თქვენ ერთ ხარეს აწვევით და მეორეს არ მისმენ და არ მინდა არანაირი შენი მოსმენა არ მინდა. ხარ სატანის მოციქული და ნუ ერთ სიტყვით მლანძღა და ნუ დამიკიდა ყურბილი. ხო და აი მაშინ მე დავიწყე უკვე ისა ფიქრი რატომ მიწოდა ამ ქალბატონმა უსინდისო და თვითონ სინდისის თემა მინდა გავშიფროთ, გავაანალიზოთ და აი როგორ გამომივა ნახოთ. ეხლა მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ სამწუხაროდ არა ვართ ისეთ აკადემიურ სიტუაციაში, ოთახში არ ვზივართ, იქ არ ვზივართ, თქვათ სალექციო იმაში, ყავას და იმას არ ავსვათ, მაგრამ ჩვენებურად, ჩვენ სტილში, ნატურაში ბუნებრივად, აი ამ სიტუაციაში მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები, რა თქმა უნდა თქვენთან ერთად და რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ ვართ ისეთი არხი რომ ერთმანეთს ვეხმარებით და ერთმანეთს გვინდა გვერდში დაუდგეთ და ეს ასე თქვათ ცუდი ნაცრისფერი წუთისოფელი ღირსეულად და ლამაზად განვლოთ. მოდი ჩვენი ტრადიციულად როგორ ვამბობ ხომ ეხლა ფიქრობდი როგორ გადმომეცა ეს თქვენთვის ეს ყველაფერი და მოდი ჩვენ ადრე ხო ვაკეთებდით ხოლმე ვიდეოს დასაწყისში ვამბობდით წინადადებას და მე ამ წინადადებითვე ვამთავრებდით ვიდეოს, ხო? და რა არის სინდისი? სინდისი არის ობიექტური რეალური ხედვა, რომელიც გვეხმარება ნეტარებისა და სრულყოფილებისაკენ. ესე იგი, სინდისი არის ობიექტური ხედვა რეალობის, რომელიც გვეხმარება ნეტარების და სრულყოფილებისკენ მოხვეჭის გზა, ასე რომ ვთქვათ. ამითვე დავამთავრებთ ამ ჩვენ წინადადებას და დავიწყოთ გავავცელოთ და ჩვენებურად გავშიფროთ რა არის სინდისი. დავიწყებდე საუბარს პირდაპირ ვიტყვი ამ ქალბატონის, აი ხო არის ასეთი გამოთქვა, რომ მედალს აქვს ორი მხარე. რო რაღაცა რო დაინახო, მედალი და საერთოდ მედალი რო შეაფასო, ერთი მხრიდანაც უნდა შეხედო და მეორე მხრიდანაც და მერე გამოგაგ დასკვნა და ეს ამ ქალბატონს არ უნდოდა, იმენა ერთი მხრივ იყურებოდა და გადავიდა. და ასეა ცხოვრებაც და ჩვენ როგორ ვიწყებთ ხოლმე, ხო, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება და ჩემი მოგონებაც, აი, ალბათ თქვენს ბავშვობის მოგონება, ალბათ თქვენ ბავშვობის მოგონებასაც უკავშირდება და მე მინდა გავიხსენო პირველი ასეთი სიტყვა სინდისი, უსინდისო და სინდისიერად მოქცევა, ეს მახსოვს, ასე ვარ სადღაც 7 თუ 8 წლის ბავშვი, არა, სადღაც 7-8 წლის ბავშვი ვარ და ეზოში ჩემზე უმცროსმა ბავშვმა გაროდოქში აღარ მინდა სიტყვას მაგის სახეს არ ვიტყვი. მე ვიყავი 7 წლის და ის იყო სადღაც 5 წლის და მოვიდა და ერთი ბოთლი იყო და ბოთლი არ ჩამარტყა აქ ამ ხარში. ნუ მე გამწარდი, კარგად გადაუვარებ, ცემე და ატყდა ერთი ამბავი და ხო იცი ქალები წივილი კივილი და გაიჩიტა ამ ბავშვის მამა. ეხლა წარმოიდგინეთ ეს ჩემი ფიქრები, ხო? ვაიმე ეხლა ეს მამა ასეთი დიდი კაცი იყო. ხო და მეთქი უკვე ცუდათაა ჩემი საქმე და ასე მომკიდა ხელი და წამოდიო. და წამიყვანა სხვათა შორის მათემატიკოსი პროფესორი კაცი იყო, ინტელიგენტი კაცი. ნოდარებიძია, როგორ მახსოვს.
და შემიყვანა თავის კაბინეტში. ბავშვებს ამზადებდა ხოლმე რა, მათემატიკოსი იყო და ეხლა ბავშვი ვარ მე კანკალებ, მეთქი ეხლა ვაიმე დამიჭირა ამან ის თავისი შვილი პატარა პეწიას ვეძახდით. პეწავის ტირის ის ქალები ასვენებისა, აწყნარებენ, ვერ აწყნარებენ, მაგრამ ამ ნოდარიმ შემიყვანა თავის კაბინეტში. და მიყურებს ასე და მეთქი ეხლა ველოდები დამარცხავს რაღაცა და შვილო, აი როგორ მახსოვს ეს სიტყვები, როგორ მახსოვს შვილო, რატო ცემეო ვის ეს პატარა პეტუშაო და აუთხარი ასე ბოთლი და მე რა შენზე პატარა ხო არისო, ხო მეთქი რა მე არ ცხენიაო, ეს ხო უსინდისობაო, როდესაცო დიდი კაციო, დიდი უფროსი პატარას ცემსო. ხა დავიწყე გამართლება იმან ბოთლი მოიტანა არაო შვილო დაწყნარდიო კი ისო შენზე პატარაო შენ ხო ხარო ჭკვიანი ბიჭიო მე ხა მე სიამოვნო ჭკვიანი მითხრა ხო და საერთოდ იცოდეო პატარა ბავში უფროსიო პატარასო არ ცემსო ეს არის უსინდისობაო და შენ ხო არ გინდა რომ უსინდისო ბავში გაიზარდო აი ხა მე რომ მოვიდე და მე ხო შენზე ღონიერი ვარო და ეხლა რო გცემო შენ სწორად მოიქცევიო? და მე უთხარი აღარ ვიცოდე ამის ხო ბავშვია. ხო და აი შვილო იცოდე, ისე განვლე რომ ყოველთვისო უსინდისოდ არ მოიქცეო. ისეთი ცხოვრებით განვლეო და კი შეიძლება ის ბავშვია, შეიძლება რაღაცაზე გაბრაზდა, მაგრამ სინდისიერად მოიქეცი, იმიტომ რომ შენ ხარ უფროსი და პატარები არ უნდა დაჩაგრო. და ასე ხელი გადამისვა კამფეტი კონტა მომცა და აბა წადი და მიხედე შენ ამბავს. და როგორ მახსოვს აი სიტყვა უსინდისო იქიდან მეთქი რა გააკეთე ამა ეხა ხო შეეძლო ამას რომ მე ვეცემე და ეხა დიდია ხო ეხლა მე 7 წლის ბავშვი ვარ და ეს იქ 35-40 წლის კაცი და აი მაშინ დამაფიქრდა მეთქი რა არის სინდისი. ეხლა საბჭოთა პერიოდი იყო სკოლებში გვასწავლიდნენ პატიოსნება, წესიერება ტყუილი რა არის და ამ იმაში ვარ გაზრდილები და სინდისი არის ტყუილთან, ფაქტობრივად სინდისი არის ტყუილი, არ უნდა იტყუებოდე, ხო? არის ხედვა რომ არ უნდა იტყუებოდე. ეხლა მახსენდება მეორე შემთხვევა კიდევ, აი მე ეხლა რამდენიმე მაგალითს მოვიტან და მე იქიდან გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ვარ 16-17 წლის ხო იცით ეს სისხლი რო გიძუხს დავდივარ და ადრე იყო ცოტა ეს პიტაპირ ვიტყვი რა დაგიმად ბარდელები და ეს ბავშვები დავდიოდით ხო ბიჭები რაღაცები და იქ იყო ხოლმე გარჩევები გამორჩევები და ახლა ქალებს ხო ვიცნობდით მანდილოსნებს და ხო იცით როგორ აი ბოზიქალი წაკლაფალი აი ესეთი ლაპარაკი რო არის ხოლმე და იყვნენ ქალები რომელიც იყვნენ სინდისიერი ქალები ასე ითვლებოდნენ და პატივს სცემდნენ იქა ხალხს იმიტომ რომ კი იყო პუტანკა კი რა ქვია მუშაობდნენ იმ ასე ვთქვათ ზავედენიაში მაგრამ იყვნენ სინდისიერი ქალები ფიქრობ კაცო როგორაა სინდისიერი ქალი მუშაობს ამ ბარდელში და ყველა პატივს ავცემს იმიტომ რომ კი ბოზი მაშო ბოზი ნატა რაღაცა მაგრამ ვაშკაცი ქალები იყვნენ და ყველა პატივს სცემდნენ იმიტომ რომ სინდისიერი ქალები იყვნენ ვფიქრობ ეხლა როგორ ეხლა ეს არაპატიოსანი ქალი მუშაობს აქ და სინდისიერი როგორ არის ეს აი ხო ესეთი რაღაც შევეჯახი მეთქი აი ვერ ხვდები რა მაშინ რას ნიშნავს სინდისიერი ასე ვთქვათ ცოდვაში ჩადებული ისა ცოდვაში ყოფი ადამიანი აი ვერ ხვდებოდი მე აი ხო იცით ქუჩაში რო იყო ხოლმე გარჩევები ვიღაცას დაჩაგრავდა რაღაცა და მე ახალგაზრდობა მიდიოდნენ ავტორიტეტებთან, უბნის ავტორიტეტებთან და მე მაგ პერიოდში მე მთავრობის ხალხი ვარ და დავსწრები ვარ ამ გარჩევებს და იმებს და ზოგჯერ ხო იცით როგორ არის ავტორიტეტს უნდა გამოიყვანოს მართალი კაცი მიუხედავად იმისა რა ინტერესი აქვს ეს მე უკვე შეიცვალა ინტერესებიდან გამომდინარე იმ კაცს ამართლებდნენ ვინც იყო სინდისები წესერი პატიოსანი ადამიანი წესერი მას სინდისიერი რა ეს მე შეიცვალა ეხა წეღანაც რო ვთქვი უკვე რაღაც ინტერესები და იმის გამო
თვალს ხუჭავდნენ ამ სინდისიერებს, ამაზეც მე ვილაპარაკეთ. მაგრამ სინდისიერი კაცი, ანუ პატიოსანი კაცი ყოველთვის მართალი გამოდიოდა იმ გარჩევების დროს. თუმცა იქაც იყო მთელი არეუდარეული სიტუაციები და მეც მაგას მე კიდე ვიტყვი. დაუბრუნდები ამ ჩვენ ციხეზე ხშირად ვლაპარაკობთ, ბევრს რატომაც არ გონია და ზოგიერთს გონია, რომ რაღაც ციხეზე ვლაპარაკობ, ეს არის რომანტიზირებას უკეთებ ციხეს. არა, ეხლა მე იმ დღესაც უპასუხე ჩემ იმას, რა ქვია, მსმენელს, რომ მეო შენ ახან ციხეზე დაიწყე ლაპარაკი, არც კი მოგისმენო ბოლომდეო. და რატომ მეთქი? იმიტომ შენ რომანტიზირებას აკეთებო და მეთქი რაში ხედავ რომანტიზირებას? მე ვამბობ იმას, რაც არის და ციხის რომანტიზირება ცოტა ისეთი თემაა რა. ადამიანი ჩაკეტილია ცუდ სიტუაციაში რომანტიზირება ახდება არ ვიცი. ხო და მაგის სხვა თემა და ნოდარ დუმბაძეზე იყო საუბარი და მე მახსოვს ერთ იმიქაც გავიხსენებ, აი თუ გახსოვთ თქვენ თეთ ბაიარაღებში არის რომ ლიმონა რო უმტკიცებს შოშიას. აი რა განსხვავებაო შენსა და შენ შორისო? შოშიაც ხო იპარავდა, მაგრამ ის რო ამაყოდა მე ვარ ქურდიო და მე რატო არა პატიოსება მილიონები მაქვს მოპარულიო და ამასო ესეც ქურდიაო და ლიმონაზე რო იყო და ლიმონა რო ეუნება იცი რა არისო შენ განსხვავებაშიო შენსა და ჩემ შორისო შენ უსინდისო ხარო და მე სინდისიერიო. აი გახსოვთ ხო ეს თემა რო არის, აი მაგ კონტექსტის არის ლაპარაკი, მაგრამ ეხლა იცი როგორ ქურდი და სინდისიერი იყო რაღაც ვერ გებულო ხო? იტა თუ ქურდი ხარ იპარავ, ვიღაცას ჩაგრავ, ვიღაცას ზარალს აყენებ და ეს სინდისიერი როგორ უნდა იყო, ამას ბევრი ვერ გებულობს. ეხლა ჩემ ამბავსაც გავიხსენებ, გახსოვთ ასეთი საჭმელები მოქონდათ ხოლმე რა ციხეებში ან ნათესავები ან მეგობრები გამოუგზავნიდნენ ხოლმე და ეს საჭმელი რომ მოვიდოდა ხოლმე იმაში საკანში, ეს ნაწილდებოდა და ჭამდით რა გვიხაროდა, მაგრამ ჩვენ საკანში ერთი იყო საჭმელს რომ მოიტანდნენ რაღაცა, ჩვეულებრივად და შევამჩნიეთ რომ მე დიდი ხანია შემჩნეული მქონდა, მაგრამ ყურადღება არ მქონდა მიქცეული. ამის 2-3 საათი რო იყო ხოლმე, ეს ამას დამალული ქონდა ვისთან და ჩუმა ჭამდა რა, რაღაცა შემონახული ქონდა, გადანახული ის მოტანილი საჭმელებიდან და ამე 2-3-ზე ჭამდა და მე შემჩნეული მქონდა, მაგრამ ახლა არ ვაქცი მე ჩემი რა საქმეა, მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და გავიდა დრო და 4-5 დღის შემდეგ ეს პიროვნება ორმა საკაში ყოფნა დაითხრიეს და კარგად ცემდნენ რა, დაუწყეს ცემა, შენი ვირთხა, შენი ასე ისა და ამ დროს ის ჩვენი ქურდი იყო, ვინც აკონტროლებდა იმ საკანს და გააჩერა რა და გააჩერა, ბიჭო ხო ხედავ ამის ვირთხა დედავა, როგორ ჩუმად, როგორ ამის უსინდისო დედავატირეო და ეს ქურდი ეუნება ამათ რატო არისო უსინდისო რა, რატო ეუნებითო უსინ, აბა როგორ ჩუმჩუმათო ჭამსო და ჩვენ არ გვეუბნებაო, ეს ხო არასწორიაო და ის ვისაც რა ვქნაო ძმაო მშიაო, მე არ მყოფნისო, მე კუჭისი წყლული მაქვს და თუ არ შეჭრო ცუდად გავხდებიო და მშიაო და რა ვქნაო, არ მყოფნისო და ამ ქურდმა გაეცინა რა გინდათო ხო ამბოსო სიმართლესო და წესიერი კაცე დაანებე თავი ხო და გინდა იქ ჭამოს, გინდა შენი ხო მოგიტანა რაღაც რაც შეუძლია მოგიტანაო და რაც არა და თავისთვის ააქო და რა გინდათო და აი მასინაც აი დავფიქრდი, აი რა არის წესიერება და სინდისი. გამახსენდა ჩემი სტუდენტობის ამბავი 20 წლისა, 21 წლისა ვარ, საღამოზე მქონდა საბუთები გადატანილი და მიყვარდა სწავლა და ერთი რთული საგანი მქონდა ხაზილობითი გეომეტრია რა. აი ვინც GPS-ში სწავლობს, იცის რა ძალიან ესეთი რთული საგანია. ხო და ბიჭო, აი რაღაცა დავამუღამე რა, ეს ვისწავლე, თავი დავაკალი და ვერ ვაბარებ გამოსცა სემესტრის ბოლოს. ერთხელ გავედი, ვერ ჩავაბარე, ორჯერ გავედი, ვერ ჩავაბარე. თან ხო იცით ახლა ნერვიულობ, ახლა გონია რომ იცი, გონია რომ მომზადებული ხარ და თან ნერვიულობ, ახლა ეს სტუდენტი ხარ ხო, არ გინდა ახლა ჩარჩე და გადაიტანო და ხედავ რომ ჯგუფში ვიყავით 25 კაცი და ყველამ ჩააბარა რა. მე მაჟე მიამიტივით იყავი და მე ბოლოს მაგენი სხვაგან გუშაობდნენ საღამო ჯგუფში ვიყავი და ჩემი ჯგუფელებს გაახსენდება და
ერთი მეუნება რა კაკო ბიჭო რას ვარობ რა გჭისო აიღე ერთი ბამბანეკა 50 მანეთი მაშინ მანეთები იყო და მიადექე სახში და დამთავრდა ყველაფერი თუ ფული არ გაქვს ან გოჭი მიიტანი ან რაღაცაო მეთქი როგორ ლექტორია პროფესორი კაცია ჩამბარებელი ხო ვინც მითხრა კარგი რა დროს პროფესორობა და მედი მაყუთი მიიტანე და დამთავრდება ყველაფერიო და მივედი საღამოს მივედი და პროფესორი იყო როგორი წოდებები ქონდა იცი ხო და ეს როგორ მახო ნერვიულობდი რა ეს ბამბანერკა და 50 მანეთ თქვა დედაჩემა მომცა რა და რო გააღო კარები და ხო ხარ პროფესორი გონია შენ რაღაცა ინტელიგენტია რა გინდა მეთქი აი ხო კაი მომეცი ეს ჩამიწერა წათი ასე ვისაც უნდა შენი სინდისი და პატიოსნება ფული იყო მაგისთვის მთავარი ჩემი ნაცვალები არ ჩემი ღამეები გათენებული რომელსაც ვათენებდი ამ საგნის სწავლაში არავის არ აინტერესებდა ხო და წამოდი აქაც სად არის სინდისი ხო როგორ არის სინდისი აი ხო გაგიგიათ რა დროს სინდიზია ლაპარაკი ძმაო ეხა ფული მაგ ასაკეთებელი იქ სახლი მაგ ასაშენებელი და ეხლა მიდი და ეხლა შენ იმაზე სინდიზე და რაღაცებზე მე ხო გქონიათ მე მქონია ასეთი შემთხვევები შეიძლება სიტყვით არ თქვას ადამიანმა მაგრამ თავისი მოქმედებით და თავის აქციელით ამას ადასტურებს ერთ სიტყვით რა არის სინდისი მეგობრებო ნუ ჩემები შეიძლება მე ვწდები მაგრამ ნუ ჩემი ცხოვრების გამოცდილება და ალბათ ბევრი დამეთაყვე ეს არის ხედვა რომელიც აი რასაც ხედავ რეალობას ის არის რეალობა მაგრამ შენ თუ თვალს დახუჭავ და იმას არ დაინახავ ესე იგი უკვე იტყუებ ესე იგი შენ თუ იტყუები და იმ სინდისის საშუალებს სინდისი დგარის თავისთვის არის მაგრამ მე არ მინდა იმიტომ რაღაცა მინდა ეგო გეუნება რაღაცა ინტერესი გიგნა ესე იგი ტყუილს შენ თუ სინდისიერი კაცი ხარ ესე იგი ტყუილი გამორიცხულია ხო იმიტომ შენ თუ რაღაც საკითხს ხედავ თემას ყველა მხრიდან უყურებ და რეალურად აფასებ და შენ თუ არ ხედავ ესე იგი რაღაც ტყუილში ხარ აი ასეთი კითხვა ისმის კიდევ აი არის ხოლმე რა მე ჩემი სინდისი მაქვს შენი სინდისი მაქვს ერთი გარჩევის დროს მეთქე გამორიცხულია სინდისი არის ერთი არის მაგალითად ეს საგანი აქიდან თუ შენ მაშინ აი ორი ადამიანი რო კამათობს თუ სინდისი შეიცნეს და ერთმანეთის გაუგებენ ერთმანეთს თუ არ გაუგებენ ესე იგი ერთ-ერთი იტყუება აქ მოდის მეორე თემა როგორ უნდა გაუგოთ ერთმანეთი აქ უკვე შემეცნები და განათლების ამბავია მაგრამ ნუ განათლება იხა იმდენად არა რამდენადაც აი ხედვა მაგალითად აი ხო არის მხატვრები ხო არის ნახატი და გებულობ რა არის ნახატი ვერ გებულობ ბიჭო ფიქრობ რატო ვერ გებულობ იმიტომ რომ იმაში შენ იმაში ვერ ხედავ შენ რაღაცა და უნდა აგიხსნა რო აგიხსნა ამისთვის ცოტა უნდა შემეცნებით დავიხარჯო ცოტა ინფორმაცია უნდა მოგაწოდო მე იმას კი არ გეუბნები უნდა დაგაძალო არამედ აი მაგალითად ნახატი რო არის თუ მე მინდა აუხსნა ის რა დავხატე მეც რაღაცა სიტყვით უნდა უთხრა ესე იგი შემეცნებით უნდა უთხრა მაგრამ აქ მეორე მომენტია იმას ვისაც უნდა რომ გაიგოს თუ არ უნდა გაიგოს ეს ნახატი სურვილი თუ არ გამოხატა ვერ გაიგებს აი თუ სურვილი გამოხატა და მეც დავამატე ჩემი მაშინ გაიგებს აი ცოტა უფრო ადვილად რო ახსნა რა უყურეთ იმ დროს ხედო იმას უსმენდი აი მაგალითად მე მოვიდა ჩემთან ადამიანი და მეკითხება რაღაც თემა აი პოლიტიკაშია განსაკუთრებით აი ასე ვხედავ მე რაღაცაში შენ როგორ უყურებ ამას მე ჩემსაც ვეუბნები იმას თუ უნდა ჩემი გაგება უნდა მომისმინოს თუ არ უნდა და იმ თავის ხედვაზეა და თავისას აწვება ესე იგი შენ სინდისერად არ იქცევი შენ ბოლომდე არ მისმენ მე და შენსაც უბერავ აი გამოდის მან და ეს გაუსავთაბო ესე იგი იტყუები ესე იგი არასინდისერად იქცევი აი ხა დასაწყისში რო თქვი ახლა ის ქალმა რო დამიწყო ჩხუბი ხო და გამანადგურა ქალბატონო შენ ერთი მხრიდან უყურე და მოდი მეორე მხრიდან მომისმინე რა
იმან არ მოინდომა ჩემი მოსმენა. ესე იგი გამოდის უსინი, ახლა მე არ ვიძახე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ფიზიკურმა. შენ არაპატიოსნად მოიქეცი. შენ ერთ მხარედან უყურებ ამ საკითხს და მეორე მხარეს არ უყურებ. და რატომ მეუბნები რომ მე უსინდისო ვარ? ესე იგი შენ იტყუები, იმიტომ იტყუები რომ შენ ბოლომდე არ აქვს შესწავლილი, უსინდისოდ იქცევი. აქედან გამომდინარე სინდისი არის ერთი, ჭეშმარიტება არის ერთი. ეხლა მე ცოტა რელიგიურად ვუდგები, მაგრამ ეხლა შეიძლება ადამიანს არ ჯერა ადამიანის. ეხლა ხო არის ხოლმე ასე შემთხვევები რომ ეხლა მე მაგალითად ვიტყვი სინდისი არის ხშირად თუ ამბობენ ღმერთის ხმა. ეხლა ბევრს ადროს ღმერთია კაცო, ზოგჯერ არის ხოლმე რომ ხო გვეუბნებიან ხოლმე ასე თუ არ გააკეთე, თქვათ ბევრი რელიგია და ბევრი გეუბნება რომ ასე თუ არ გააკეთებ, ასე თუ არ გააკეთებ, მოხდები ჯოჯოხეთში, მოხდები იქ და რაღაც თითქოს რა ქვია გაიძულებს რა, გაძალებს და შიშის მიხედვით აკეთებ, ეს არ არის სწორი. სხვა, თქვათ ათეისტი თუ არა მორწმუნე, ის სინდისერად რატო იქცევა? იმიტომ რომ აღარ უნდა ტყუილში, ის ტყუილი აწუხებს. ამიტომ სინდისი არის, როგორ გითხრათ, რეალური ხედვა, სადაც არ არის ტყუილი. ხო და ეხლა ის არა ვარ მე მორწმუნე, არ მჯერა არც ღმერთის, არც მაგრამ მე მინდა ვიყოს იმაში. სინდისერად ვიყო წყნარად და ვიყო ბედნიერად. მაგრამ მე მაინც ვინაიდან რელიგიური ადამიანი ვარ, მაინც სინდისი არის წეღანას უთქი ნეტარებისკენ მიმავალი გზა და ნეტარები რა არის? ნეტარება არის მადლი, ღმერთთან კავშირი და სრულყოფილება. ხო და უბრალოდ რა არის ახლა სინდისი შეგრძნებაა? არა, შეგრძნება არ, კი, რაღაც შეიძლება შეგრძნება, მაგრამ ხედვა, რომელიც შეგრძნებაში და სწორი დასკვნის გამოტანაში გეხმარება. შორიდან უყურებ იმ სინდის და იმ წერტილს, იმ სინდისიდან გამომდინარე მე შენ მოქმედებ. ეხლა ისმის კითხვა, სინდისის დანახვა ყველა შეუძლია? მე გეტყვით რომ ყველა შეუძლია. თავარია სურვილი, ნება, ეგო გეკაჩება, მინდა და არასწორი ხედვა სინდისის დარღვეული, როცა დარღვეული გაქვს სინდისი და მე გადადიხარ ტყუილში, სინდისი სულ ერთად არის, პროსტო შენი ნება, შენ როგორ მიუდგები, რანაირად მიუდგები. მაგალითი მინდა მოვიყვანო, მუსიკა. არის ლამაზი მუსიკა, შვენიერი, ხო? და ვართ სხვადასხვა ადამიანები. ჩათვალეთ რომ მუსიკა არის მუსიკა, მაგრამ შეიძლება მუსიკას მოусმინო, ხო? ვინც უსმენს, ვთქვათ, მსმენელი ვარ, არა მაქვს მუსიკა, მაგრამ უსმენ. ამ დროს მომღერალი, რომელიც კარგად ღერის და მუსიკასთან ესეთი პირდაპირ უშუალო ურთიერთობა აქვს. არის, ვთქვათ, მუსიკოსი მეთქი ის, ვინც უკრავს რა, ვთქვათ, გიტარით ან პიანინო და მუსიკასთან დაკავშირი და არის კიდე მაყურებელი, ვთქვათ, ვიდეოთ უსმენი კონცერტს, მაგრამ ყველასთან მუსიკასთან გვაქვს კავშირი რა. და მუსიკა ხო არ შეცვლილა, უბრალოდ ხედვა გვაქვს სხვანაირი და ამ მუსიკას უკავშირდები და ასეა სინდისიც, რომელიც სინდისი არის სწორი ხედვა, რომელიც ადამიანმა არ უნდა დაამახინჯო. თუ დაამახინჯა, ესე იგი რაღაცა უნდა, რაღაცას ვერ გებულობს, რაღაცას სპეციალურად აკეთებს და რაღაცისთვის, მაგრამ სინდისი არის. აქ უკვე ერთობა შემეცნებით, ამ შემეცნებაზეც მე ვილაპარაკებთ, ახლა სულ ნაფიქრი მაქვს როგორ რაღაცა, მაგრამ ფაქტია რომ ეს სინდისი არის, მაგრამ როგორი შემეცნებითი, როგორი შეხედვით, როგორი ხედვით შეხედავ ამას, ეს უკვე სხვა თემაა. და სინდისი ისიც ხედვაა და უნდა ყველა ამ სინდისისკენ უნდა მივისწრაფოდეთ და უბრალოდ არა ისაც არ გაგექცევი, ისედაც არის. თავარია შენ როგორ მიუდგები, გინდა, არ გინდა, გაწყობს, არ გაწყობს და ასე შემდეგ. მაგრამ აქამდე რომ მივიდეთ, ჩვენ არ უნდა ვიზარმაცოთ და ეგეც არის რომ სინდისში ძალით ვერ მიიყვან თუ ადამიანს არ უნდა. ეს ასეთი ადამიანის ასეთი ბუნებაა სამწუხაროდ, მაგრამ რეალობა, მაგრამ ყველაფერს დავარქვათ რეალობა. და ზოგჯერ არის ხოლმე რომ სინდის ვერ გებულობენ და ერთ-ერთი წეღანას უთქი შემეცნება და ქრისტეს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი რა. ისე მოიქეცი, როგორც შენ არ მოგექცევიან. ძალიან მარტივად, ხო? ესე იგი სინდისი, როგორც
სხვას მოიქცევი, როგორც შენ მოგექცევი, ისე მოიქცევი სხვას. როგორც შენ არ მოგეწონება, ისე არ გაუკეთო სხვას. აი როგორი იმით არის, ხო და აქაც იგივე სინდისია, ხო ძალიან მარტივი ფორმულაა. ისე მოიქეცი, როგორც შენ მოგექცევია, როგორც შენ მოიქცევი სხვას. ან შენ მოგექცევა შენ. აი ასეთი მარტივი ფორმულა. არ ვიცი მეგობრებო, ცოტა შენ რო რთულად თავთქვი მაგ მგონი სათქმელი თქვია რა, უკვე ბევრჯერ ვიმეორებ ხოლმე ამას, ეგ არის რომ აი ეს ალბათ უფრო დაწყნებულ სიტუაციაში უფრო კარგია და რეალიაში და იმაში მაინც ჩემებურად მაინც გამოხატია ჩემი აზრი. აქედან გამომდინარე მეგობრებო, ალბათ თქვენც უფრო კარგად კომენტარებში ახსნით და ერთი მინდა დავამატო რომ ვიაროთ სინდისიერად. ვიაროთ სინდისიერი ხედვით და დავამთავრებ ისე ამ ჩემ ვიდეოს. სინდისი არის ობიექტური რეალური ხედვა, რომელიც გვეხმარება მივიდეთ ნეტარებისაკენ და სრულყოფილებისაკენ. და სრულყოფილება რა არის? უფალი, ღმერთი და მისი ნება. სრულყოფილება გვინდა სიყვარულში, მეგობრობაში, პოლიტიკაში, სამშობლოში, სამსახურში და ყველგან. კარგით აბა მეგობრებო, ცოტა შეიძლება რთულად გამომივიდა, მაგრამ ვიყოთ სინდისიერი ხალხი და გავაგზავნოთ გზა. ჩვენი ცხოვრება მაინც გასავლელი გვაქვს და სხვა გზა არ გვაქვს. ერთმანეთს გაუგოთ, ერთმანეთს პატივიცეთ და ერთმანეთს მოვექცეთ სინდისიერად და სამართლიანად. ნუ სამართლიანობაზე მე კიდევ ვილაპარაკობ, მაგრამ ფაქტობრივად ბიძაშვილი მამიდაშვილები არიან რა, ასე რომ ვთქვა. უბრალოდ. კარგით აბა მეგობრებო, ყველას სიხარული, ბედნიერება და სულ სინდისიერად გველოთ ცხოვრებაში. მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე.